ინციდენტი TS-პრესის მიერ ტაძრის ეზოში ბანერების გადაღებას მოყვა. TS-პრესმა გადაიღო ის ბანერები, რომელზეც გამოსახულია პრეზიდენტი, მეუფე გრიგოლი და პატრიარქი. ბანერი ტაძარს ორი მხრიდან არტყია გარს. TS-პრესი ცდილობდა ასევე ტაძრის გახსნის თარიღის დადგენას, რადგან მანამდე გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტი 14 სექტემბერს ტაძრის საზეიმო გახსნას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით თარიღი კვლავ შეიცვალა. სპეცდაზმელებით სავსე ყვითელი ავტობუსები აეროპორტის ტრასაზე დღეს დილითაც გამოჩნდნენ. უცნობია რა მიზნით გადაადგილდებიან სპეციალური დანიშნულების რაზმები. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ტრანსპორტის გადაადგილება თბილისის რამდენიმე წერტილში გუშინაც დააფიქსირა ელიავას ბაზრობის სპორტის სასახლისა და ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 60-მდე ავტობუსის კოლონამ, რომელსაც პოლიცია აცილებდა, ვაზიანის ბაზის მიმართულებით გადაუხვია, იგი კოლონას სახელმწიფო სამსახურის მანქანები შეუერთდა.